გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოში რაც ხდება, ჩემი პატარა თავის ოცნება იყო. ნიუ-იორკიდან მივდივართ DC-ში, სადაც სტარდება ჩემს სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია. ვინც აერცით კორნელის ინჟინერიის დოქტორანტურის სტუდენტი ვარ. ჩემი კვლევა კი ზოგადად წყალდიდობების რისკებს ეხება. რადგან DC ნიუ-იორკიდან შორი არ არის, მე და ჩემი მეგობრებმა გადავწყვიტეთ მანქანით წავსულიყავით. გამარჯობა მეგობრებო, როგორც ხედავთ, ვარ სასტუმროში, იმიტომ რომ ვიმყოფები ვაშინგტონ DC-ში, სადაც სტარდება ყველაზე დიდი კონფერენცია ჩემს სფეროში, რაც არის AGU. ანუ Earth და Space Science-ები, დედამიწის და კოსმოსის შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენცია. ყველაზე მასშტაბურია, როგორც აღნიშნე, სადღაც 30,000 კაცი პლუსი ვართ, მგონი 40,000-მდეც არის და ყველანი ვართ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ვინც აკეთებს top research ამ სფეროებში. იმათმა ვინც იციან დისნეილენდი ჩემთვის რას ნიშნავს და ზოგადად ალბათ ყოველს ყვარს დისნეილენდი, აი წარმოგიდგენთ ყოველთვის იმას ვამბობ, ეს არის მეცნიერების დისნეილენდი ალბათ. იმიტომ რომ არის ათეულობით, ასეულობით სხვადასხვა თოქი მიდის ერთდროულად, სხვადასხვა სესიები რა თქმა უნდა და თემატიკის მიხედვით არის დალაგებული. შეგიძლია მიხვიდე, დაესწრო, მერე გაესაუბრო, კითხვები დასვა, არის პოსტერების სესიები და უბრალოდ შესაძლებლობა გაქვს რომ ისაუბრო იმ თემაზე, რაც იმდენ მოტივაციას გაძლევს და ისეთი დაუშრეტელი ინტერესი გაქვს, რომ PhD-ს აკეთებ, ან postdocs, ან საერთოდ პროფესორი ხარ და ყოველფერზე თავისუფლად შეგიძლია ლაპარაკი ერთი კვირის განმავლობაში. ვისთანაც გინდა. ანუ ყველა top researcher-ი, ვინც კი მოახერხა ჩამოსვლა, აქ არის. და უბრალოდ მიხვალ და დაილაპარაკები. გუშინ ჩამოვედით, გუშინ არის კვირა და დღეს არის შაბათი და დღეს დაიწყო რეალურად კონფერენცია. გუშინაც იყო რაღაცები, მაგრამ ესე არაფერს არ დავსწრებივართ, იმიტომ რომ გვიან ჩამოვედით, საღამოს ჩამოვედით. გავედით საჭმელი ვჭამეთ, სხვა შორის ძალიან გემრიელი ტაკოები იყო. შემდეგ ქალაქი დავათვალიერეთ, DC-ში ნამყოფი ვარ, შესაბამისად ყველაფერი ტურისტული ასე თქვა გაკეთებული მაქვს და შემიძლია რომ მთლიანად ჩემი დრო დავუთმო კონფერენციას და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. გუშინ ასევე რაც გავაკეთეთ არის რომ ეს ბეჯები ავიღეთ, სადაც წერია ჩვენი სახელი და გვარი და რა უნივერსიტეტში რას წარმოვადგენთ. თეთრ სახლთან ვიყავით, თუმცა უმეტეს ნაწილი არ ჩანს, იმიტომ რომ მალე ინაუგურაცია იქნება და წინ აშენებენ მედიისთვის, რაღაცა ჟურნალისტებისთვის ადგილს, სადაც გადაიღებენ ალბათ. ინჟინერი იყო ამოსული, იმიტომ რომ ჩემი ჰითის გათბობის სისტემა ძალიან საოცარ ხმებს გამოსცემ და ღამე და წესიერად არ მეძინა. კერდა ნაუშნიკები მაქვს ხმის ჩამხშობი და მაგის დახმარებით მოკლედ და მეთქი გაასწორეთ რაღაცა უკეთით. ხო, მოკლედ რას ვყვებოდი? დავთვალიერეთ DC ცოტა. მე ახალი წლის სახელმწიფო ხეებს ვუყურებდი, იმიტომ რომ ძალიან მომენტ რომ სახელმწიფო ხე დიდად არ არის ადგილი მართული, სადაც მე ვცხოვრობ. შესაბამისად, დიდ სიტიში რო გავდივარ ხოლმე, ძალიან მიხარია თან შობაზე ვგიჟდები. მაგას ისედაც გაიგებდით უკვე აქამდე. ახლა კი მოგიყვებით პირველ დღეზე, ანუ დღევანდელ დღეზე, ორშაბათი. გავიღვიძე ადრე და მინდა რომ ძალიან ადრე ამდგარიყავი და წასულიყავ, იმიტომ რომ 9:30-დან უკვე თოქები იწყება. მაგრამ ამ ხომ და ყველა თოქს ვერ დაესწრებ, იმიტომ რომ ერთი და იგივე დროზე მიმდინარეობს და ჰერმიონის გადასატრიალებელი საათი არავის არ გვაქვს მგონი რომ ყველაფერს ერთად დავესწროთ, ასე რომ ხო ცოტა ძალიან geek reference იყო. მაგრამ მოკლედ რამდენიმე თოქი მქონდა, რაზეც მინდა დავსწრებულიყავ. რო გავიღვიძე, მივხვდი რომ ძალიან მიწინებოდა. და მეთქი გავაგზავნოთ. ცოტა არ ვშევ, ცოტა გვიან მივამეთქი პირველ დღეს. და ამ დროს გუშინ, ანუ წინა დღეს მიწერილი მქონდა ჩემი მეგობრისთვის, რომ მითხარი როდის მეხვალ, რომ ბარემ ერთად მივიდეთ მეთქი, იმიტომ რომ ესე 30-40,000 ხალხთან ერთად შესვლა ცოტა overwhelming იქნებოდა. და აი სუსტად რომ შემებრუნებინა ძილი, მაგ დროს მწერს ჩემი მეგობარი, რომ კაია, მოდი 1 საათში შევხვდეთ, ოღონდ 1 საათი ისე რომ 30 წუთი მე მინდა ფეხით რომ მივიდე იქამდე და ანუ ხომ დავდგე და გავიმზადა. წამოვხდი ეგრევე, ამოვყარე ყველაფერი ჩემოცნებიდან, რაღაც რო გამზადებულიყავი, აუთფიტი უცებ ჩავიცი, რაღაცთან რო ავთავებდი და გავარდი. ოღონდ ვერ ვისაუზმე და საუზმე ჩემთვის არის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. საუზმის შემდეგ რო არაფერი არ ვჭამ, I'm good, მაგრამ საუზმე აუცილებლად მჭირდება. ასე რომ გზაში სანამ არ შევედი მარკეტში და არ ვიყიდე იოგურტი, სმუდი და შოკოლადები, მანამდე ისეთ ხასიათზე ვიყავებდი. კი ახლა რაღაცას გავგლეჭ თქო. და ეგ რო უკვე ვიყიდე და ვჭამე, ცოტა დაწყნოთ ყველაფერი, ძალიან კარგად დაიწყო დღე. შევხვდი ჩემ მეგობარს და
ვცდილობთ რომ გვეპოვნა ის ადგილი, ანუ ის ოთახი, სადაც ეს თოქები გაიმართებოდა. და ვერ წარმოიდგენთ, ვერც მე ვერ წარმომედგინა, როგორი ბედნიერი დღე დაიწყო ამის შემდეგ. იმიტომ რომ ყველა თოქი ხო საინტერესო იყო, რა თქმა უნდა, შენ არჩეულ სესიაზე და შენთვის საინტერესო თემატიკაზე შედიხარ, რადგან საუბრობენ და ისეთ რაღაცას გიზიარებენ, ანუ თავის თავში მოიაზრებს research-ს რო გიზიარებენ, რომ აქამდე არ გაგიგებთ, აქამდე არ გაკეთებულა. და ეგეც ისმენ რამდენსაც გინდა დღის განმავლობაში და ყველა ადამიანი, ну ალბათ ყველა არა, მაგრამ უმეტესი ადამიანი მაინც ძალიან ენთუზიაზმით არის განწყობილი თავის კვლევასთან. ასე რომ შენც გიხარია. თან როგორც ხედავთ, ვიდეოში გავთვალიერებინებთ რა ხდებოდა, როგორი გარემო იყო, უშუალებელი ცენტრია. აი, ძალიან დიდი ცენტრი, ასეთ ამდენ ადამიანს და ამ ღონისძიებას როგორ ტევს, არ ვიცი. ჩემ ბევრი მეგობარი ვთნახე ამ სესიებზე, იმიტომ რომ ვინც წყალდიდობის ან ზოგადად წყლის თემაზე, ჰიდროლოგიის ან მოდელირების, ანუ წყალდიდობის მოდელირების იგივე თემატიკებზე მივიდოდით, ხო, სესიებზე. შესაბამისად, ძალიან კარგი იყო, ჩემ მეგობრები ვნახე, შემდეგ როდესაც ლანჩის დრო მოვიდა, შევიკრიბეთ რამდენიმე ადამიანი, ჩემი ლაბელები ძირითადად თავიანთი მეგობრები და იმათი მერე კიდე მეგობრები. ფაქტობრივად ნიუ-იორკი და ბოსტონი წავედით ერთად, იმიტომ რომ MIT-ის, ტუფტის და კორნელის ხალხი ვიყავით წასვლები ლანჩზე და ძალიან საინტერესო იყო. უმეტესობა წყლის თემებზე ვიყავით, ანუ კვლევის მხრივ, მაგრამ ერთი იყო aerospace engineering-ს აკეთებდა. იქიდან მე მოვუბრუნდით რომ გაგვიგრძელებინა სესიებზე სიარული, ან პოსტერებზე სიარული, მე პოსტერებისკენ წავედი და ძალიან საინტერესო საუბრები მქონდა პოსტერებზეც, ერთი განსაკუთრებით. შემდეგ წავედი exhibition ქვია, ანუ კომპანიები და უნივერსიტეტები არიან, აი როგორ იცით, საქართველოში არის ხოლმე fairs, რო არის კომპანიები რო არიან გამოლაგებულები, რო ცდილობენ რომ გაგაცნონ თავიანთი მიზანი, დაინტერესონ ხალხი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა კომპანიებისთვის საუკეთესო ადგილია ამ convention ცენტრში ყოფნა, იმიტომ რომ სამეცნიერო საზოგადოება არის შეკრებილი და თვითონ არიან ორგანიზაციები, სადაც ამ მეცნიერებსაც დასაქმება უნდათ, როგორც არის მაგალითად ეს. რა თქმა უნდა, როგორც ყველგან აქაც 1000 giveaway-ია, ანუ free stuff, რასაც იღებ. მოკლედ იცით როგორც მუშაობს ესეთი რაღაცეები, ანუ ინფორმაციას გიზიარებენ, თან რაღაც ნივთებს გაძლევენ, რითიც შენ მე ბედნიერი ხარ. და ახლა რამდენიმე ნივთს გაჩვენებთ, რაც მე წავსწავლობდი, რომ ესეთ რაღაცებს წამოვიღო, რასაც მართლა გამოვიყენებდი. და ახლა გაჩვენებთ, რევი წამოვიღე. წყლის ბოთლი, თავთ ჩანთები, სწრაფად გაჩვენებთ, რომ აქ ყველა ნივთზე ცალკე ისტორიას ყვებოდი და ეს მაგალითად NASA-ს კალენდარია, რომელსაც მართლა ყველა წელს სტაციაობა. ეს ძალიან საინტერესო იყო. CSGS-ის პატარა ქარდებია ამერიკის ყველა შტატის მეფით. სხვა შორის თუ ვინმე საინტერესებს ჩემი კვლევარაზე, ალბათ ეს სტიკერი საუკეთესოდ აღწერს და იმით წამოვიღე. ახლა ცოტა სახლს დავალაგებ ჩემს ოთახს, ანუ მოვწესრიგდები და დავიძინე, იმიტომ რომ ხოლმე ძალიან ადრე უნდა გავიღო და საქმე მოგასაკეთებელი იმასთან ერთად, რომ კონფერენციაზე უნდა წავიდე მერე. იმედია დღეს 4 საათზე გავიღვიძებ და არ დამეწინება. დღეს მგვიზავს დილის 4 საათიდან, იმიტომ რომ სამშაბათს წავიდოდი კონფერენციაზე, მაგრამ ცოტა შევყავ მუშაობას, ცოტა მეცნიერება კიდევაც და იმ დროზე ვერ მივიდი, როცა მივიდა, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი გამოდიოდა და ცოტა დამოგვიანა. მაგრამ მე რომ ნახე, რომ უშავსთან ჩემი მეგობარია, ასე რომ ეგ გამოსვლა მოსმენები მაქვს ძალიან პროჟა და არ წენია თვითონაც რომ აუხსენიო, მეთქი ასე და გაწაფწეში ვიყავი. აქ მანქანის უკვე გაუსაძლისია, ამიტომ ჩავერთობი და ვიტყვი, რასაც ვამბობდი. აქედან წავედით და მე რამდენიმე თოქს დავასწრე, რამდენიმე სესიაზე შევედი. თემატიკა ძალიან მომწონდა, მაგრამ არ მომწონდა როგორ წარადგინეს პრეზენტაციები. რამდენიმე ვიდეოც იყო, ანუ ჩაწერილი ვიდეო იყო, რადგან ვერ დაესწრნენ და არც ისე საინტერესოდ იყო წაყვანილი მოკლედ მთელი სესია. შემდეგ სასტუმროსკენ წამოვედი, რომ პროექტზე მუშაობა გამეგრძელებინა, იმიტომ რომ მაინც არ მომასვენებდა მაგაზე ფიქრი. დატა მქონდა საშინელება და მოსაფიქრებელი და მოსაწესრიგებელი იყო, რომ მოდელისთვის გამოსაყენებელი ყოფილიყო. ამიტომ ვარჩიე დღეს კიდევ მომუშავა. მე რა ვიცოდი, რომ ამის შემდეგ ყველაფერი downhill იქნებოდა და საშინელ ხასიათზე დავდგებოდი. მოკლედ, არ გამოდიოდა.
და ცუდი ხასიათიც არ ეთქმის ამას. უბრალოდ არაფრის კეთების სურვილი აღარ მქონდა. Starbucks-ის საახალწლო სასმის სასაღებად ჩავედი დაბლა და თურმე წვიმდა. ეს კი საახალწლო ბაზარია, რომელიც ზუსტად ჩემი სასტუმროს ქვემოთ იყო. ოთახში ამოსვლისას კი კვლავ მუშაობა და ფეიფერების კითხვა გავაგრძელე. My boat across the moat that you live inside of. I'll cut the bolts to keep you closer from the light up. Barge right through your doorway in spite of what you told me. So you ain't gotta live lonely. You ain't gotta live lonely. როგორც ხედავთ, ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე. 4 შაბათია და დღეს ლანჩზე ჩემს ლაპჯგუფთან და პროფესორთან ერთად ქართულ რესტორანში მივდიოდი. დილით კი გადავწყვიტე საუზმე აღარ გამეცნია და სასტუმროს რესტორანში ვევისაუზმე. თუმცა სერვისი და გარემო უფრო მომხიბვლელი იყო, ვიდრე საჭმლის გემოები. შემდეგ კონფერენციისკენ წავედი და ისევ სასტუმრო ოთახში აღმოჩნდი. მოკლედ, ახლა ფეხზე ვიცმევ და როგორც ნახეთ, შარვალი დამისვალაც არ ქვია, ტალახიანი გახდა საერთოდ და ეგ გავრეცხეთ და ახლა გადავფინე და ამის რიცხვაში მოკლედ ყველაფერი დამისვალდა მე და გამოსვლა დამჭირდა. მაგრამ ხასიათი მაინც არ მიფუჭდება და მგონია რომ ჩემი magic trick არის რომ თუ საუზმე ნაჭამი მაქვს, რაც არ უნდა ახლა ისე არ გავგიჟდე საუზმეზე, მაინც ყველაფერი კარგად არის. კონფერენციამდეც მოვედი და დავიწყე 90 წუთიანი სესიების მოსმენა. სესიების სათაურები, რომლებმაც დამაინტერესა, იყო მაგალითად წყალდიდობების დახასიათებების გაუმჯობესება, მოდელირება და კომუნიკაცია. სიმართლე გითხრათ, ფეიფერების და დანარჩენი სესიების სახელების გადმოთარგმნა მეზარება, იმიტომ რომ ბევრად ჩახლართულია და ლამაზად ქართული შესატყვისების პოვნა გამიჭირდება. სესიების შემდეგ პოსტერების ჰოლში წავედი, იქ ლაბელები შევიკრიბათ და ქართული რესტორანისკენ წავედით. ვიდეოს გადაღება დამიგვიანდა. აბა წინ ქართული საჭმელი მეტოდა რა გასაკვირია. ყველას მოეწონა. თან ქართულ კერძებს სახლშიც ვაკეთებ ხოლმე და გავუსინჯავთ ჩემს მეგობრებსაც. აქ წამოსვლაც მათ გადაწყვიტეს. ერთ ფაქტს კი ნამდვილად აღნიშნავ, რაც მგონია რომ არ უნდა ეშლებოდოთ უცხოეთში ქართულ რესტორნებს. დაფა შევუკვეთე, რომელსაც შოთის პური უნდა მოჰყოლო და ნაცვლად ამისა კი ერთი ციცქნა მჭადი მოჰყვა, რომელსაც ხელი არავინ დააკარა უხერხულობისგან, სხვას ლუკმა როგორ წავართვაო. რომ მოვიკითხე შოთი სად არის მეთქი, ქართულად, შოთი გაგვითავდა და მჭადი დავდეთო. ერთი ცალი როგორ გვეყოფა მეთქი. თან შოთის მაგივრად რაც არ უნდა პატარა ყოფილიყო ეს შოთის პური. რამდენიმე შეხსენების შემდეგ მჭადები დაამატეს. უბრალოდ უსიამოვნოა, როცა სტუმარს არც უხსნი ისე ცვლის საჭმელს. მე რომ იქ არ ყოფილიყავი, ვაი რომ ჩემს მეგობრებს შოთის პური მჭადი ეგონებოდათ. შემდეგ, როგორც ხედავთ, კონფერენციაზე დავუბრუნდი. ცოტა თოქებს დავესწარი, პროფესიონალური ფოტოები გადავიღეთ და სახლში წამოვიდი სამუშაოდ. დღეს ცოტა მიმ სტიკერები დაარიგეს და გაჩვენებთ. Heavy metals. It's just a phase. ჩემს საყვარელი ეს just here for the science. პროფესორს ველაპარაკე ამ პროექტზე და სწორ მიმართულებაზე შევჯერდით, ასე რომ ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. შემდეგ ერთი კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელს ვესაუბრებოდი და იმდენად შედგა ჩვენი საუბარი, რომ ლაბორატორიების დასათვალიერებლად მიმწვია. ამის მერე კი კომპასი ვიყიდე. შემდეგ ლაბელები შევიკრიბეთ და ტაილანდურ რესტორანისკენ წავედით. ბევრი სხვადასხვა კერძი გავსინჯეთ, თეთრი ღვინო დავაყოლეთ და კონფერენციაზე დავბრუნდით. თუმცა მალევე სასტუმროებისკენ დავიშალეთ, რადგან საღამოს კორნელის ოფიციალურ საღამოზე. შემდეგ კი უბრალოდ გასართობად გავდიოდით. ეს ის საახალწლო ბაზარია ჩემს სასტუმროსთან რომ გაჩვენეთ. აი საერთოდ არაფერი განსაკუთრებული, ევროპული სჯობს. უფრო ხელნაკეთი ნივთები აქვს და თან მეტი სითბოც მოდის ხოლმე. ეს თეთრი სახლი გაკვრით. აქ კი 40-მდე დოქტორანტურის სტუდენტი, კანდიდატი და პოსტდოკი დაუნთაუნ DC-ში ბარისკენ მივდიოდით. ბარიდან ბარში გადავიდით. In a long lost dream, it's where I'll find you. With the wind blowing through your hair, brings me to my knees. In a long lost dream, it's where I'll find you. დღეს კონფერენცია სრულდება. თოქების შემდეგ ძალიან მყუდრო კაფეს წავაწყდი. იტალიური კაფე იყო, სახელი კი პატრონის ძაღლის სახსოვრად შეურჩევიათ, რომელიც დაკარგულოს ამწუხარებ.
უგემრიელესი ორცხობილები ჰქონდათ. შუა დღეს მიბრუნება ვცადე, თუმცა დაკეტილი დამხვდა. იტალიური არა მარტო სახელი და ტკბილეული მუშაობის დროც ჰქონია. მე სასტუმროსკენ წამოვედი, ცოტა ვიშოპინგე. შემდეგ კი ულამაზესი ნათვისხის გვერდით ველოდებოდი წასვლის დროს. მეგობრებო, გახსოვდეთ, ოცნებების და ჯადოსნურობის აუცილებლად გჯეროდეთ.